ადგილობრივი სატელეკომპანია ბორჯომის პირდაპირ ეთერში დღის ქრონიკა ახალ ამბებს მე მაია მამასტარაშვილი გაგაცნობთ. დღევანდელ გამოშვებაში თქვენ ნახავთ. გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები ჩარხის წყლის ხიდთან, მოსახლეობა შუქნიშნების დამონტაჟებას ითხოვს. ექმნება თუ არა პრობლემა საშეშე მერქნის მოსაპოვებლად ახალციხის მოსახლეობას. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში წელს ვიზიტორთა რაოდენობა 21%-ით გაიზარდა. ბორჯომში ჩარხის წყლის ხიდთან მცხოვრები მოსახლეობა მიმდებარე ტერიტორიაზე შუქნიშნების დამონტაჟებას ითხოვს. როგორც მოსახლეობა ამბობს, არასაკმარისი ავტოსაგზაო ნიშნები აქ ავარიის მიზეზი არაერთჯერ გამხდარა. ადგილობრივების მოთხოვნები და მუნიციპალიტეტის პასუხი ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. ასეთი კადრების გადაღება ჩარხის წყლის ხიდთან პრობლემას არ წარმოადგენს. ავტოსაგზაო შემთხვევა აქ ხშირად ხდება. მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ მუდმივ შიშში უწევთ ცხოვრება. მოსახლეობა ნამდვილად საშიშროების ქვეშ ვართ, იმიტომ რომ ბავშვები ყავს ქუჩაში გამოდიან, ზოგი სკოლაში მიდის, ზოგი გადასასვლელზე გადადის და აი რამდენი შემთხვევა მოხდა უკვე, რომ ბავშვები თითქმის აი ნამდვილად ერთი ბეწვით არიან გადარჩენილები, რომ საფრთხე ემუქრებოდა. ცენტრალურ გზაზე მომავალი ავტომანქანები, როგორც ადგილობრივები ამბობენ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობენ. ის მძღოლები, რომლებიც ამ დროს ხიდზე გადმოდიან, მიუხედავად გზის მეორე მხარეს არსებული სარკისა, გზას ვერ ხედავენ, რაც ავტოსაგზაო შემთხვევებს ხშირად იწვევს. მძღოლებიც და ადგილობრივებიც გამოსავალს შუქნიშნის დამონტაჟებაში ხედავენ. შუქნიშნები მართლა კარგი იქნება. ნამდვილად უნდა იყოს. შეზღუდის ის უნდა ეწეროს. ტრაფარეტი უნდა იყოს გაკრული, არ არის გაკრული. აუცილებლად უნდა იყოს შუქნიშნები ისა, რომ ვეღარ გადავდივართ, ვეღარ გადმოვდივართ, ტყიასავით დადიან მანქანები კაც. ხანდახან დავდგებით ხომ იქა და ვინც უცხო გადმოდის, ვეთქვით ხომ რომ მაღლა იხედონ სარკი არის, მაგრამ ისიც არ ჩანს. ადგილობრივები ამბობენ, რომ წლების წინ ამ ადგილზე შუქნიშნები იყო დამონტაჟებული. იყო დედიკო, როგორ მე აქ 55 წელი აქ ვარ. იყო დედიკო. ახლა რამდენი ხანია აღარც არის არც ერთი არც აღარ გვაქცევენ ყურადღებას და ყველა ვითხოვთ ყველა შვილო რომ გააკეთონ შუქნიშანი. ეს რამდენჯერ მიმართეთ ჩვენ რამდენჯერა უყურადღებოთ ვარ დედიკო, რა ვიცი, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ბორჯომის მუნიციპალიტეტი პრობლემაში გასარკვევად და კონკრეტული პასუხის გასაცემად 2 კვირას ითხოვს. აუცილებლად შევათანხმებთ საგზაო დეპარტამენტთან, ვინც უშუალოდ მაგზას უწევს ექსპლუატაციას, ასევე საპატრულოსთან და შემდეგ უკვე ჩვენი თანდაფინანსებით, ჩვენი ინიციირებით 100% დაფინანსებით იქნება თუ მათი დაფინანსებით იქნება, აუცილებლად რაღაც შედეგამდე მივალთ და გავარკვევთ მაგას ყველაფერს. დაახლოებით 2 კვირაში მეცემენ უკვე პასუხი. ზამთრის მოახლოებასთან ერთად მოსახლეობის მთავარი საზრუნავი გათბობა და საშეშე მერქანია. როგორც ახალციხის მოსახლეობა ამბობს, შეშის შესაძენად საკმარისი სახსრები არ გააჩნიათ, რადგან ტრანსპორტის დაქირავება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მათივე მტკიცებით საწვავის მოსაპოვებლად შესაბამისი ნებართვის გაცემა გვიან ხდება. რას ამბობენ აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. ნახეთ ჩვენი ახალციხელი კოლეგის ლუბა გიორგაძის სიუჟეტში. საშეშე მერქნის მოპოვებისათვის ნებართვის დროული გაცემა და მისი ტრანსპორტირება. ეს ის ძირითადი პრობლემებია, რაც მოსახლეობას ზამთრის მოახლოებასთან ერთად აწუხებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ტყეში ხის მოსაჭრელად ნებართვის გაცემა დროულად არ ხდება. დიდ თოვლობის გამო კი ისინი საშეშე მერქნის ტყიდან გამოტანას ვეღარ ახერხებენ. მათი ნაწილი იძულებული ხდება დამზადებული მერქანი მაღალ ფასებში შეიძინოს. მეტავები დაძებენ ამ ხარსა და იჭერენ და იმაშვებიან და ყველა მაღაზია წუწუნებს და მაღაზია ლაპარაკობენ, რომ 100-ს უშლიან და არატანენ, მაგრამ ახლა არ ვიცი, მოპარუს არატანენ თუ ბარათით არატანენ, მე ახლა მაგდენი აღარ ვიცი. რა ვიცი, ზოგს ეყოფა, ზოგს არ ეყოფა, ზოგს 4 ფეჩიურია სახში, მაგრამ ზოგს ბევრი შვილები ყავს, ზოგს რაღაცა, ახლა ერთი მანქანა რო გამოწონო, ამ 4 ოთახს ნახდათ ვერ გაათხოვს. მაგრამ რო გამოგვიჭრო ახლა 10 კუბომეტრი და 4 ოთახი არ ეყოფა. როგორ გეყოფა? მე ახლობლებს მოაქვს, ჩემთვის მარტო ხელა ხალი ვარ. ხო და პატივისმცემი. არა გვაქვს შეშად, წვალობთ აქეთ-იქიდან და ვზიდავთ. ბარათებით შეიძლება, მაგრამ მე ის არც მაქვს ის შესაძლებლობა, რომ ბარათებით გამოვიდეთ ტყეში ვინცავა. ყოველ წელიწადს პრობლემა მაქვს, მაგალითად მე ამ შეშის შესახებ. ძალიან ხანაკედან ხანიკიდან რაღაცა შვები და შეშაზე პრობლემებია, ჯერ ერთი რომ უამინდობა არის.
მეორეც არ ვიცი ჯერ ბილეთები დაუშვეს რა ქნეს დაინომრა ვერ გეტყვით რა სწორად რო გითხრა სიმართლე ისე პრობლემებია პრობლემები ისა რომ უმუშევრობა ფული არ არის იმდენი რომ მანქანა იქირაო ბენზინი იყიდო უჭირს ხალხს საერთოდ უჭირს პრობლემა მომარაგება საზამთროდ ამინდებით სუდია სამანქანო გზაზე ვერ დაგინომრავენ რა ვიცი წვალებალ ნახოთ როგორ მოვიტანთ არ ვიცი ოქტომბერშიც თუ ვერ მოვიტანეთ მე ნოემბერში ალბათ ღმერთმა რაქნას თოვლი მოვა რა რეგიონის მასშტაბით ზამთრისათვის შეშით მომარაგება, რომ ყოველწლიურად პრობლემას წარმოადგენს, ამაზე არასამთავრობო ორგანიზაციებიც საუბრობენ. კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის კოორდინატორი სამცხე ჯავახეთში ნინო ლომიძე ამბობს, რომ დღეისათვის საშიში მერქნის დანომრვა და მისი ტყიდან დროულად გამოტანა პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა მოსახლეობის დიდ ნაწილს ამისთვის თანხები არ გააჩნია. მისივე თქმით, სიახლეა ის, რომ მაღალმთიან ზონაში მაცხოვრებელი საშიში მერქანს 5 კუბური მეტრის ნაცვლად 14 კუბურ მეტრს მიიღებს. ნინო ლომიძე მეცხრეებთან ტყის რესურსის პრობლემასა და ზამთარში გათბობის ალტერნატიულ გზებზე საუბრობს. ტყის რესურსი უკვე უახლოესი რამოდენიმე წელს განმავლობაში ვეღარ მოახერხებს მოსახლეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ამიტომ ერთადერთი გზა ალბათ რჩება ალტერნატიული წყაროების გამოყენება, კერძოდ შესაძლებელია ვიფიქროთ იგივე გაზიფიცირებაზე უკვე სოფლად, თუმცა ესეც სხვადასხვა პრობლემებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ძირითადი პრობლემა მაინც ფინანსებს უკავშირდება, იმიტომ რომ გაზის ზოგადად თვითონ უშუალოდ ბუნებრივი აირის დამონტაჟება საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ნინო ლომიძე ამბობს, რომ ბუნებრივი აირის სარგებლობის გამო მოსახლეობის ნაწილს საშიში მერქნის მოთხოვნის დროს პრობლემები შეექმნათ. ამას ახალციხის მერიაშიც ადასტურებენ და განმარტავენ, რომ მსგავსი პრობლემით ადგილობრივებს მათთვის არაერთხელ მიუმართავთ. დავით სამსონიძე მეცხრეახთან ამბობს, რომ მოსახლეობისათვის საშიში მერქნის მიღების თაობაზე სია-სატყეო დეპარტამენტს უკვე გადაეგზავნა. ჩვენ მივაწოდეთ მთელი ქალაქის სია, მოსახლეობის სია. და როგორც ვიცით, ჩვენ დაუკავშირდით სატყეო დეპარტამენტს და უკვე გადაგზავნილია ლიბერტი ბანკში. ქალაქის ნებისმიერ მოსახლეებს, ვის ჩაწერილია, ვინც ცხოვრობს, სახლი ვის სახელზეც არის, მივა ჩვეულებრივად ლიბერტი ბანკში და გამოიწერს საწვავ შეშას. 7 კუბომეტრია თუ არ ვწდებით თითოეულ მოსახლეზე. მერიაში განმარტავენ, რომ ახალციხეში საშიში მერქნით მომარაგების თაობაზე ნებართვა უკვე 1 თვეა გაიცა. თითოეული ოჯახი კუთვნილ 7 კუბურ მეტრ შეშას მიიღებს, თუმცა ეს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას არ ეხება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, სოციალურად დაუცველთა სია უკვე მზად არის და ისინი საშიში მერქანს ახლო მომავალში მიიღებენ. რამდენი პროცენტით გაიზარდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა რაოდენობა? ეს და სხვა ამბები ნახეთ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ. სულ შეიძინოთ საოჯახო ტექნიკა ქალაქიდან გაუსვლელად. სად? ბორჯომში. ბეკოს მაღაზია ბორჯომში გაიხსნა. მაცხოვრები 280 ლარიდან. ტელევიზორები 250 ლარიდან. ნოუთბუქები 560 ლარიდან. დორსასრუტები 60 ლარიდან. კონდიციონერები 500 ლარიდან. სარეცხი მანქანები 209 ლარიდან. გამათბობლები 300 ლარიდან. ყოველ შენაძენ ნივთზე მიიღეთ საჩუქარი. ადგილზე შეგიძლიათ ისარგებლოთ 0% განვადებით. შეძენილ ნივთს სახლში მოგარწმევთ. ბორჯომში აგრარული ბაზრის შენობაში მდებარე სამშენებლო და სამეურნეო მაღაზია გთავაზობთ საშემოდგომო ფასდაკლებას. კაფელმეტლახი და ლამინირებული იატაკი 12 ლარიდან. სახლის შიდა და გარეკარები 199 ლარიდან. შპალერი 5 ლარიდან. თუნუქის სახურავები 12 ლარიდან. პლასმაცის შეკიდული ჭერი 8 ლარიდან. ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ თაბაშირ მუყაოს ფილები, აბაზანის აქსესუარები, სანტექნიკის მასალები, საღებავები და სხვა მრავალი სამშენებლო და სარემონტო მასალა. მასალების შეძენა შესაძლებელია როგორც ნაღდი ანგარიშწორებით, ასევე 0% განვადებით. წინასწარი შენატანისა და საკომისიოს გარეშე. შეარჩიეთ არჩევანი ჩვენზე. ჩვენთან ხარისხი ფასზე მაღალია. ეს არასწორი ლიკვიდაციაა.
ტექნიკის სახლ მეგაში კი ფასების სწორი ლიკვიდაცია დაიწყო. მობრძანდით, შეიძინეთ და ისარგებლეთ ექსკლუზიური 5, 10 და 20%-იანი ფასდაკლებით. აქვე შეგიძლიათ ისარგებლოთ უპროცენტო განვადებით, წინასწარი შეტანის გარეშე, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით. შეძენილ ნივთზე კი მიიღეთ საჩუქარი. ტექნიკის სახლი მეგა. ეს აქცია თქვენთვის დაიწყო. დღეს დიდი დღეა. დღეს გესალმებით ის გუნდი, რომელიც თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს. დღეს ჩვენ განძლოთ იმედს. დღეს თქვენ ეძებთ საუკეთესო ადგილს და საუკეთესო მომსახურებას. წმინდა პანტელეიმონ კურნალის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრი ბორჯომში გთავაზობთ იმ მომსახურებას, რომელსაც თქვენ იმსახურებთ. რეგისტრაციისათვის დაგუკავშირდით 22 58 22. ჩვენი გუნდი თქვენზე ზრუნავს. რეკლამის შემდეგ ვაგრძელებთ გამოშვებას. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ამოქმედების შემდეგ მეწარმეებს ევროკავშირის ბაზარზე მოსახვედრად ხარჯი შეუმცირდათ, თუმცა საბაჟო კონტროლის გავლამდე პროდუქტმა რიგი პროცედურები უნდა გაიაროს. საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლება საქართველოდან გადაადგილების სერტიფიკატის ევრო 1-ის მიღების შემთხვევაში შეეძლებათ, თუმცა მანამდე ნაწარმი ლაბორატორიულ შემოწმებას გადის. როგორია გზა საწარმოდან ევროპულ ბაზრამდე, ნახეთ რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის მიერ მომზადებული სიუჟეტი. მიხეილ თეთრუაშვილი დაახლოებით 7 წელია მეფუტკრეობის ბიზნესს მისდევს. საქმიანობა ფუტკრის დაავადებების საწინააღმდეგო წამლებისა და მეფუტკრეობისთვის საჭირო ინვენტარის გაყიდვით დაიწყო. მის მიერ წარმოებული თაფლი კი ფუტკარას სახელით ქართულ ბაზარზე უკვე 2 წელია იყიდება. თეთრუაშვილი ამბობს, რომ წელიწადში დაახლოებით 6 ტონა თაფლს ყიდის. ჩვენ გვყავს გაწევრიანებული ფუტკარას ირგვლივ, ჩვენი ორგანიზაციის ირგვლივ ალბათ 1000-მდე მეფუტკრე მაინც. ვიცნობენ და ამ ცნობადობის გამო ჩვენ მიგვიწვდებოდა და დღესაც მიგვიწვდება ძალიან მრავალფეროვან თაფლთან ხელი. ქართულ ბაზარზე წარმატების შემდეგ თეთრუაშვილი თაფლის გატანას ევროპულ ბაზარზეც გეგმავს, სადაც 1 სექტემბრიდან მეწარმეებს პროდუქციის გატანა გამარტივებული წესით საბაჟო მოსაკრებლის გარეშე შეუძლიათ. იმპორტიორებს ამისთვის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისგან წარმოშობის იგივე გადაადგილების სერტიფიკატი ევრო 1 სჭირდებათ. მას სახელმწიფო სამითხის ვადაში უფასოდ გასცემს. შემოსავლების სამსახური მეწარმეს მოსთხოვს შესყიდვის დოკუმენტებს, თუ ის რა თქმა უნდა მწარმოებელია და მას არ შეუსყიდია ეს საქონელი და აწარმოა, თუ მებაჟე ოფიცრები ჩათვლიან, რომ არსებობს რისკები, რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე მოხდება ამ საქონლის ექსპერტიზაც. ევრო 1 სერტიფიკატი ქართული წარმოების ევროპულ ბაზარზე მოსახვედრად საკმარისი არაა. ხარისხის დასადასტურებლად პროდუქტმა ლაბორატორიული შემოწმება ევროპაში დადგენილი წესით უნდა გაიაროს. სერტიფიკატები გაიცემა იმ ქვეყნის მოთხოვნების მიხედვით, რომელ ქვეყანაშიც მიდის ექსპორტი. ასე რომ თუ ექსპორტიორი ქვეყანა ითხოვს, რომ იქ იყოს დამატებითი კვლევები ლაბორატორიულ ცალკეულ პარამეტრებზე, ეს აუცილებლად უნდა განხორციელდეს. თუ ეს არ გაკეთდა, სერტიფიკატი არ გაიცემა. დღევანდელი მდგომარეობით სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ახალციხეში სულ 5 ლაბორატორიაა. ამ ეტაპზე ევროპული ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა არც ერთ მათგან შეუძლია. სიღრმისეულ კვლევას, რომელსაც ითხოვს, მაგალითად, თუნდაც თაფლში ავიღოთ ანტიბიოტიკების რაოდენობის კვლევას. სამწუხარო, რომ ვერც ერთი ლაბორატორია ამას ვერ დააკმაყოფილებს საქართველოში. ამიტომ დღესდღეობით ჩვენი მეწარმეები კონკრეტულ მაჩვენებლებს იკვლევენ ევროპაში. მაგიტომ ხდება სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის გაძლიერება იმ კუთხით, რომ ფაქტობრივად ყველა ის შეივსოს ის ნაკლი, რომელიც დღემდე გვაქვს ჩვენ
იმისთვის, რომ ქართულმა მხარემ მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიული სერტიფიკატის გაცემა შეძლოს, მიმდინარე წლის ივლისში ევროკავშირმა 4.500.000 ლარის ოდენობის გრანტი გამოყო. ამ თანხით საქართველომ ეფექტური სურსათის სუნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიის მართვის სისტემის ჩამოყალიბება უნდა შეძლოს. თუ ამ კომპლექსურად დაიდება რაღაც პროგრამა, რაც სახელმწიფოს ჩვენი ჩართულობით ამ სფეროში მოტრიალი ხალხის ჩართულობით, რომელიც შეამზადებს რა და იმ დონეზე აიყვანს ამ სფეროს ევროპელი გვენდოს. იმის მიუხედავად, რომ გასულ წელს ფუტკარა 17 ტონამდე თაფლი აზიის რამდენიმე ქვეყანაში შევიდა, მის დამფუძნებელს პროდუქტის ევროპაში გატანაც სურს. მიხეილ თეთრუაშვილი ამბობს, რომ ახალ ბაზარზე მოხვედრაში მცირე მეწარმეებს სახელმწიფო უნდა დაეხმაროს. ბორჯომხარაგაულის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 21%-ით გაიზარდა. ვიზიტორების 60% ქართველია, 40% კი უცხოელი. ტურისტების უმრავლესობა ბორჯომში ძირითადად ისრაელიდან, პოლონეთიდან და გერმანიიდან ჩამოდის. რა სერვისებს თავაზობს ეროვნული პარკი ვიზიტორებს და როგორია სამზადისი ზამთრის სეზონისთვის, ნახეთ რუბრიკაში სეზონი. ბორჯომხარაგაულის ეროვნულ პარკში ზაფხულის სეზონი წარმატებული აღმოჩნდა. პარკში ვიზიტორების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 21%-ით გაიზარდა. ვიზიტორებს შორის არიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტები. ბორჯომხარაგაულის ეროვნული პარკი ვიზიტორებს თავაზობს 12 ბილიკს. 2013 წელს 9 ბილიკი იყო, დაემატა 3 ბილიკი, ერთ-ერთი მათგანი არის მოკლე ტურისათვის, ხოლო 2 არის ზამთრის ტურებისათვის არის ძირითადად. ვიზიტორებს თავაზობთ სალაშქრო ტურებს, საცხენოსნო ტურებს, გვაქვს ასევე მთის ველოსიპედები, ასევე ახორციელებენ საგანმანათლებლო და კულტურულ ტურებს. ვიზიტორებს ეროვნული პარკი თავაზობს როგორც ერთდღიან, ასევე რამდენიმე დღიან ტურებს. ღამისთებისათვის გვაქვს მარტივი ტიპის ტურისტული თავშესაფრები, რომლის ღირებულებაც ერთ კაცზე ერთი ღამით არის 10 ლარი. ასევე არის კარვების გაქირავებაც, საძილეტომრების გაქირავებაც. უმეტეს შემთხვევაში ვიზიტორებს თვითონ მოაქვთ კარვები, მაგრამ ხშირად ჩვენთანაც ქირავობენ. საკარვე ადგილის ღირებულება ერთ კაცზე არის 5 ლარი ერთი ღამით. ზამთრის ტურისტული პროდუქტის განვითარება ეროვნულ პარკში 2013 წლიდან დაიწყო. ზამთრის სეზონისათვის პარკი ვიზიტორებს ტურისტულ ბილიკებთან ერთად ახალ სერვისს, თოვლის ფეხსაცმელებს თავაზობს, რომლის ერთდღიანი ღირებულება 25 ლარს შეადგენს. გვაქვს 2 მარშრუტი ზამთრის ტურისათვის, გვაქვს თოვლის ფეხსაცმელები, სულ 10 თოვლის ფეხსაცმელი გვაქვს, შესაძლებელია ანუ 10 კაციანი ჯგუფების ორგანიზება თოვლის ფეხსაცმელების ტურისათვის და ზამთარში შესაძლებელია ვიზიტორებმა განახორციელონ როგორც ერთდღიანი, ასევე ორდღიანი ტური ერთი ღამისთევით. 2015 წელს ბორჯომხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს, რაც მიზნად ისახავს გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლებას. ამ მიმართულებით სხვადასხვა გარემოს დაცვითი აქციებისა და ღონისძიებების ჩატარება იგეგმება. ახლა კი დედაქალაქის ახალი ამბები ნახეთ ვიდეო კოლაჟში. მოსკოვში თბილისობის ჩატარება მიუღებელია, აცხადებს გოჩა გვარამია. დამოუკიდებელი ექსპერტის განმარტებით, მაშინ როდესაც რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, ქართველი მომღერლების იქ ჩასვლა და თბილისობის დღესასწაულის აღნიშვნა დაუშვებელია. ოკუპანტი ქვეყნის კარზე ცეკვა თამაში, მათი გამხიარულება და ძმური ფიცის მტკიცი ელემენტარულად საკუთარი თავის და ქვეყნის შეურაცხყოფაა და სხვა არაფერი. მით უმეტეს, როდესაც ჩვენი მხრიდან ამ ფიცის და დაჩოქების პირობებში რუსეთი კიდევ უფრო იტაცებს ჩვენს ტერიტორიებს, ხოლო მიტაცებულების დაბრუნებას საერთოდ აღაპირებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ საბჭოს მიერ განხილული საქმეების კრებული გამოსცა, რომელიც საზოგადოებას წარუდგინა. ნათია კუპრაშვილის განცხადებით, ყველაზე მეტი საჩივარი ჟურნალისტების მიერ ფაქტების სიზუსტის დარღვევას ეხება.
მე ვფიქრობ, რომ ამ კრებულის გამოცემით ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ვასრულებთ. ეს არის ფუნქცია, რომ მედია წიგნიერებას შევუწყოთ ხელი, მედია განათლებას შევუწყოთ ხელი, იმიტომ რომ ყველა ის кейსი, რომელიც გამოყრილია კრებულში, ვფიქრობ, რომ სასწავლო მიზნებისთვის შეიძლება იქნას გამოყენებული. ამ კრებულში მოხდა ყველა ის საქმე, რომელიც ქარტიის საბჭომ განიხილა 2011 წლიდან 2014 წლის ივნისის ჩათვლით. მაშინ არის არაერთი ძალიან საინტერესო და ჩემი აზრით პრეცედენტული საქმე, რაც ვფიქრობ, რომ როგორც მოქმედ ჟურნალისტებს, ისე სტუდენტებს და ეთიკის მიმართულებით მომუშავე ლექტორებს ძალიან გამოადგებათ. დღის ქრონიკის ბოლოს კი ტრადიციულად ამინდის პროგნოზის დროა. ვნახოთ, როგორი ამინდი იქნება ბორჯომში ხვალ და მომდევნო 5 დღის განმავლობაში. ხვალ 10 ოქტომბერს ბორჯომში მზიანი და ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 8, მაქსიმალური კი 19 გრადუსი დაფიქსირდება. დილა ღრუბლიანი იქნება, 10 საათზე ჰაერის ტემპერატურა 14 გრადუსში ადგენს. 18 გრადუსამდე მოიმატებს სითბო 13 საათზე. 16 საათზე კი 19 გრადუსი იქნება. საღამოს ტემპერატურა დაიკლებს, 19 საათზე 13 გრადუსი დაფიქსირდება. 22 საათზე კი 11 გრადუსი. რაც შეეხება მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს, მზიანი და ღრუბლიანი ამინდებია მოსალოდნელი. 11 ოქტომბერს დღე უნალექოდ ჩაივლის, ჰაერი 19 გრადუსამდე გათბება. სითბო იქნება 12 ოქტომბერსას, თუმცა მცირე ღრუბელია მოსალოდნელი. ტემპერატურა 22 გრადუსში ადგენს. ასევე 22 გრადუსი სითბო იქნება 13 და 14 ოქტომბერს. 15 ოქტომბერს კი ღრუბლიანობა მოიმატებს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 22 გრადუსი დაფიქსირდება. ასეთი იყო ამინდის პროგნოზი. დღის ქრონიკა ამით დასრულდა. მე ხვალამდე გემშვიდობებით გმადლობთ ყურადღებისთვის. ნახვამდის.